დავალებას ვწერე ხა. ზოგადად მთელ ამ მაგისტრატურის თემაზე ხო ერთიანად მაქვს ჩვენთვის მოსაყოლი, მაგრამ ეხლა მოკლედ რას დავაკვირდი, რომ ამ საგანში რაღაცნაირად ჩამოვრჩი იმას რა საკითხავ მასალას და ცოტა ამოვარდნილი ვიყავ, იმიტომ რომ რაღაც სამსახურის პონჩი და რაღაცები არ მეცალა ისე და ხოჭის ჩემს გარდა დავაკვირდი, რომ სხვებსაც ქონდა იგივე შეგრძნება, იმიტომ რომ ეს იყო ის საგანი, რომელიც ფიზიკურად გავიარეთ ადგილზე. ხო და ეხლა ის იქიდან მოყოლებული, მოკლედ რაღაც არა ვარ ბოლომდე თავდაჯერებული იმაში, რაც ხდება რა და დავალების მის თემის შერჩევაც ძალიან გამიჭირდა. ჯგუფური დავალება გქონდა ამაში და ინდივიდუალური ჯგუფური გავაკეთეთ და კარგი ნიშანი მივიღეთ, distinction-იანი, რაც ძალიან გამიხარდა. ჯგუფიც ისეთი იყო რა წინა მისი მოდულის ჯგუფი ისეთი რაღაც შეკრული არ იყო, თუ არ ვიცი, რაღაცა აქ მოკლედ კარგად მეც უფრო მობილიზებული ვიყავი და ორგანიზება უკეთესად გავუწიე და შევიტანე ორგანიზება და მოკლედ ორგანიზატორშა ვარ რა და შევეგუო ამას რომ სადაც რაც არ ხდება, პასუხისგებლობა ჩემ თავზე ვიღებ და მე არ უნდა ვიწუწუნო იმაზე, რომ პასუხისგებლობა ჩემ თავზე ავიღე. მაგრამ ძალიან რთული არის, იმიტომ რომ მე რაღაცა resentful ხარ, რომ აი პასუხისგებლობა რატო ავიღე, სხვამ რატო არ ქნა და ნუ ეგეთი ხარ და შეეგუე ამას. ხო და მოკლედ ისა რა ქვია, ამ დავალებაზეც ჩემ თავზე ავიღე ორგანიზატორობა და ეს ერთ-ერთი ჩვენი ჯგუფელი მეუბნებოდა ჩვენი ლიდერი ხარო და მე კიდე ისეთი აღქმა მქონდა, რომ ის ვარ რა დივანი, იმიტომ რომ რაღაც შეხვედრებს ვაორგანიზებდი, დავალებას ვანაწილებდი რაღაცებს და ეს ბიჭი იმდენად სულ ყოველ ჯერზე იძახდა, რომ აი ნაინა ჩვენო ლიდერო და რაღაცები, რომ მეთქი პრინციპში ხო, ანუ დივანი კი არა, ლიდერი ვარ. ხო და ძალიან ის იყო სასიამოვნო გასაზრებელი, რომ ლიდერი ვარ, მეწარმე, ექიმი. ხო და მაქვს მოკლედ ეს ორგანიზატორული ხალხის შემოკრების და კომუნიკაციების უნარები და უნდა მეტად გავამახვილო ამაზე ყურადღება და ნაკლებად ვიფიქრო იმაზე, რა არის ამაში ცუდი კი არა. რატომ მეტად არ შვები და რა მაღიზიანებს იმაში, რომ ამის კეთება მიწევს რა. მოკლედ ცოტა ეს არის. ამაზე სამუშაო მაქვს და ვიფიქრებ. ხო და ეხლა დავალებას რაც შეეხება, რაზე მინდოდა მომეყოლა. იყო ის, რომ მოკლედ ეს ხო ჩამორჩენილი ვიყავი საკითხავ მასალას, თემა არ მქონდა შერჩეული, იმიტომ რომ operations management-ია და ძალიან ანუ ჩემი საქმე ისეთი operational-ი არის, ანუ მივიღოთ იმას, რომ ყველაფერი operation-ი არის, რასაც კი აკეთებ, რავი, ბურზე რო ჩადიხარ, ეგეც კი, მაგრამ ისეთი პირდაპირი არ არის რა, რაღაცას წარმოება არ არის, აი ინჟინრები და ვიღაცები ყავს მაგალითად ჯგუფში და დარწმუნებული იმათთვის უფრო მარტივია თემის შერჩევა. და ჩემთვის თან სამსახურის თემა მინდოდა რომ ამეღო და ჩემთვის ძალიან ზოგადია რა, უფრო რაღაცა მენეჯმენტის ნაწილებია, რომლებიც უფრო აბსტრაქტულია, ვიდრე ფიზიკურად რაღაც არ ვიცი, აწარმოე კოვზი და მე გაყიდე. ხო და მოკლედ ძალიან დიდხანს ვფიქრობდი, აი ძალიან ვიტანჯებოდი, მე რაღაც ერთი პროცესის არჩევა მინდოდა, რომელიც ძალიან ზოგადი იყო. ვიტანჯე ვიფიქრე, როგორ შემემცირებინა. და მოკლედ რაღაცნაირად რა თქმა უნდა, მე უკვე ის რა ქვია, წნეხის ქვეშ რო ხარ და under pressure ბოლოს გამოვიყვანი აქედან თემა რა, რომელთაც ახლა ძალიან ყოფილი ვარ და ძალიან სიამოვნებს ამის წერა. იმიტომ რომ რაღაც პროცესის მესმის და მართლა შემიძლია რომ გამოვიყენო ეს რაღაცა ისინი რჩევები და გაუმჯობესებები. უბრალოდ აი ამ დიდი პროცესის პატარა ნაწილი ავიღე და არა მთლიანად ეს პროცესი, იმიტომ რომ მთლიანად ეს პროცესი ძალიან ბევრ სხვადასხვა რაღაცას მოიცავდა და ვერ გამოვიდოდა კარგი, ისა რა, თან შეზღუდული ხო ვარ დროშიც და იმაში.
ხო და რატო ვილაპარაკე ხამდენი? ის იყო ძალიან სასაცილო, რომ როგორი პანიკით ვიყავი 2 კვირის წინ, თან 2 კვირის წინ მეგონა რომ 1 კვირა მქონდა დარჩენილი ამ დავალების გადასაწერად და თან საკის მქონდა მასალები წასაკითხი. მაშინ დავიწყე პანიკა, ყველას მიწერე რომ მეთქი, ვაიმე 1 კვირაში როგორ დავწერო, იქ რაღაც ჯგუფერებს ვილაპარაკებოდი, რომ რა შვებით ხალხრო 1 კვირა და რაღაცა და მე მივხვდი რომ 2 კვირა მქონდა. უფრო მოვეშვი. მაინც პანიკავდი. და ბოლოს ანუ ისეთი კარგი რაღაც კმაყოფილი დავრჩი ამ თემით, რომ უკვე კაი ნიშანიც მინდა და წინაზეც ეგრე ვიყავი, წინა დავალებაზე და იმის წინაზეც, რომ ანუ წერას რომ ვიწყებ, მე უკვე ამბიციებიც მოდის და ისევა რომ ამაში ანუ კარგი ნიშნები სადაც მივიღე, მაგრამ აი distinction-ი ესეთი რა უფრო შემაგულიანებელია და რა თქმა უნდა უფრო ასწორებს, ხო და ამიტომ ისა ძალიან გამეცინა ამ ჩემ თავზე და ალბათ ყველა ეგრე ვართ, არ ვიცი შენ რა შვებოდი მაგისტრატურას რომ აკეთებდი, შენ ძალიან ბეჯითა ხარ ჩემთან, ანუ ბეჯითა კი არ ხარ, რაღაც ტვინი გაქვს უფრო დალაგებული რა, მე ცოტა ის ვარ ემოციური როლერ კოუსტერი და მაგიტო ის ვარ სანამ მივალ რაღაც გადაწყვეტილებამდე ძალიან აღმა ვარ ხოლმე და ერთ მომენტში ინსპირირებული და მერე რაღაცა რომ არა და რაღაცა და მოკლედ ძალიან გვემებში და იმაში ვარ. ხო და შენი მაგისტრატურის ეგ გამოცდილება ძალიან მაინტერესებს ეგეთ რაღაცეებში და მერე მომიყევი. ხო და ეს რა ქვია, მოკლედ ახლა დავალებას ვწერ და შთაგონებული ვარ და ძალიან მომწონს ეს თემა და რო ვიწყებ წერას, მე უკვე ამბიციები მეზდება. ასევე ამბიციები გამეზარდა, როცა პირველი მისი მოდულის დავალების ფიდბექი წავეკითხე. ესა ეწერა, რომ ძალიან კარგი ესე არისო. და ის ძალიან ჩამრჩა ეს რა, რაღაცნაირად ანუ კი არ ველოდები არავის შექებას, მაგრამ თან ძალიან სასიამოვნოა და ეს მომენტი მომწონს და მინდოდა რომ დამეფიქსირებინა ჩემი ცხოვრების ეს ეტაპი, სადაც ჩემი თავითაც კმაყოფილი ვარ და არ მჭირდება არავის შექება, მაგრამ რომ მაქებენ ძალიან სიამოვნებს და შემიძლია მივიღო და სრულად გავისიგრძე განო. თუმცა კიდე სამუშაოა რაღაცებზე. ხო და აქაც ახლა მოკლედ გამეხსნა ეს რა ქვია, მადა და ვნახოთ, არა და თავიდან აი სრულად დაპანიკებული ვიყავი, მაგრამ აი რომ დაჯდები და იწყებ რაღაცის კეთებას. მერე მოდის რა და აი უნდა ყოველ ჯერზე ჩემ თავს ვახსენებ ამაზე, მაგრამ მაინც მავიწყდება, რომ რაღაცის კეთება თუ ძალიან განერვიულებს, უნდა უბრალოდ დაჯდე და დაიწყო კეთება და მე ყველაფერი თავის რაღაც იმაში ლაგდება. ხო და ეს მინდა ესე რომ დავიმახსოვრო, რომ უნდა უბრალოდ დაჯდე და დაიწყო კეთება, ანუ რამე გასაკეთებელი რო გაქვს, რომელიც შფოთვას გრის, უბრალოდ დაჯექი და დაიწყე კეთება. შენ ალბათ ეგ შფოთვა არ გაქვს, იმიტომ რომ შენ ჩემ განსხვავებით ხარ შფოთიანი, სხვანაირი შფოთიანი ხარ. ხო, ეს და ეს დანარჩენს უფრო დეტალურად და ზოგადად მთელ ამ გამოცდილებას მე გრძლად მოგიყვები და გრძელი ეპიზოდი გავაკეთოთ. თან მაინტერესებს გამოცდილების გაცვლა. შენ უკვე რომ დამთავრებული და მოშორებული გაქვს ესე რომ ვთქვათ და თან სულ სხვა რა გამოცდილება გაქვს ამ იმისი რა ქვია, მაგისტრატურის კეთების. ხო და ეს თინა მომიკითხე, ჩამიკოცნე ევაც და იმედია გნახავთ რომ დავამთავრებ ამ ასე რა ქვია, სწავლაგანათლებას, ანუ სულ არა, მაგრამ ამ მოკლე დედლაინიან სწავლაგანათლებას რომ დავამთავრებ მე.